გელი უფრო ადრე მხედავს საერთოდ გარეული ნადირი, ვიდრე მე დავინახავ. თუ თალად გამოკლეებული არ არის და თავზე არ დაადექი. არა მარტო ჩემ ფიგურას ხედავს, შუნსაც გებულობს, მაგრამ ეს შუნი ცალკე უნდა წარუდგინო მაგისივე ბილიკზე. ხო თავიდან უვლიდნენ ხო ამ ტილოებს. მერე გლეჯერო დაიწყეს, მონიშნა დაიწყეს, იმიტომ რომ ნერვს უშლი და ის შუნი და თავის შუნით უნდა დაეფარა. ამ შუნისა და ვიზუალური დაკვირვების შედეგად მიხვდნენ, რომ მე არა ვარ სახიფათო. ბოლოს და ბოლოს საქმეშიც გამოვადექი, ნადირობდი, მათთან ერთად საქმეს უადვილებდი. მით უმეტეს ეს პერიოდი იყო, როცა მგელმა შეწყვიტა ნადირობა და მე ლეკვები გაჩნდა, საერთოდ ბუნაგში იჯდა და ლეკვებს უვლიდა. და ამ დროს მე რო შევეშველე, ძალიან დროული აღმოჩნდა. იმიტომ რომ ერთი მგლის გამოკლება ძალიან ეტყობა საქმეს, რთულდება. და როდესაც პირველად შემომთავაზეს, ნება მომცა, ამეჭრა ირმის ნარჩენებიდან ხორცი, ეს საერთოდ მე-9-ზე ვიყავი. იმ დღეს გემრიელად ვჭამე, მაგრამ მაგაზე სხვადასხვა საზიზღარი, მე ხორცი არ მიჭამე.